შენი და ჯეკ მადალინას დაპირისპირებას ყველა მოუთმენლად ელის. აქ ავსტრალიაში დიდი მოვლენაა, რა თქმა უნდა. ინტერვიუში ახსენე, რომ არ აპირებ არც ერთი ტეიქდაუნის გაკეთებას, მართალია? კანელოს ხელების ამუშავებას აპირებ? 100%. კრივზე დიდი ხანია მუშაობ, განსაკუთრებით წინა ჩხუბის დროს. ყველას ეგონა, რომ ლეონი კრივში მაჯობებდა, მაგრამ ნახეთ რაც უქენი. განახეთ კანელოს ხელებს რა შეუძლია. ვფიქრობ ეს დაპირისპირება მომცემს ამ ხელების დემონსტრირების საშუალებას. ჩემი ახალი ვერსია ყველას გაგაოცებთ. შეიძლება ახლა არ გჯეროდეთ, მაგრამ როცა მიხილავთ მართლა გაოცდებით და იტყვით, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია ამას. რას ფიქრობ JDM-ის კრივზე? ხალხის უმეტესობა შენი და გილბერტ ბენსის დაპირისპირებას იხსენებს და ვარაუდობენ, რომ JDM-ს ძირს დააგდებ და ასე დაამარცხებ. შენ კი ამბობ, რომ ფეხზე დგომში დაამარცხებ მას. როგორ შეაფასებდი JDM-ის კრივს? მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, რა? დიახ, მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, თუმცა ჩემთან შედარებით მაინც უსტია. ჩემი ხელები და კრივი მასზე ბევრად უკეთესია. ჩემს წინააღმდეგ ერთადერთი რამ რაც შეუძლია არის ის, რომ დროულად გამოჩნდეს ოქტაგონზე. რაც მომესურვება იმას გავუკეთებ. ისიც მალე მიხვდება, რომ ჩემნაირს ჯერ არ შეხვედრია. ჩემნაირთან ჯერ არ უჩხუბია. რთული და გრძელი გზა გამოვიარე, რომ აქამდე მოვსულიყავი. და თუ ფიქრობს, რომ ტიტულს ასე მარტივად დავუთმობ, ძალიან ცდება. ვითარდები და უკეთესი ვხდები. შრომას ვაგრძელებ. საუბედუროდ, ის ბელალ მუჰამედის საუკეთესო ვერსიას დაუპირისპირდება. დაუშვათ, მომავალში იანგერისთან გიწევს დაპირისპირება. რას ფიქრობ, როგორ გაუმკლავდები მას ბრძოლის დროს? რა მეთოდით დაამარცხებდი? რთული მეტოქე თუ იქნება? სიმართლე გითხრა, ამ დივიზიონს რომ ვაკვირდები, ხვდები, რომ არ მოიძებნება ისეთი ვინმე, ვინც რეალურ წინააღმდეგობას გამიწევს. თითოეულ მათგანს სისტემატიურად ვანადგურებ. ისეთ მძიმე მდგომარეობამდე მიმყავს თითოეული მათგანი, რომ მსგავსი რამ აქამდე არ აქვთ გამოცდილი. თუ იანი შემდეგია, მასაც იგივეს დავმართებ. გავანადგურებ. ჩემთან ერთად როცა გალიაში ხვდებიან, ჩემს წნეხს ვეღარ უძლებენ. სულ სხვანაირად მოძრაობ. გრძნობენ ვისთან მოხვდნენ. მსგავსი რამ სხვასთან არ გამოუცდიათ, ხვდები? საგონებელში ვაგდებ თითოეულ მათგანს. ჯეკს როცა დავამარცხებ, მინდა მის მერე რამდენიმეჯერ კიდევ ვიჩხუბო. ყველას ჩემს სიაში დავამატებ. ამის კითხვა ძალიან მინდა. პრობლემის შესაქმნელად არ გეკითხები, რადგან ძალიან ბევრს აინტერესებს. შენი აზრი მაინტერესებს. ქსმენი ალბათ ისლამ მახაჩევზე რას ამბობენ. ის ელოდება შენსა და JDM-ის შორის დაპირისპირებას, რათა 170-ში ამოვიდეს. ნათქვამი გაქვს, რომ საშუალო წონით დივიზიონში გსურს ასვლა, გინდა შონ სტრიკლენდს და ჩემპიონს ეჯხუბო. რა აზრის ხარ ისლამის 170 წონაში ამოსვლის იდეაზე? ოდესმე თუ მოხდება ისეთი რამ, სადაც თქვენ ერთმანეთს დაუპირისპირდებით და იჩხუბებთ, მიუხედავად თქვენი მეგობრობისა. იმიტომ ვამბობ, რომ შენ შეიძლება ჩემპიონი დიდი ხნით იყო. ამის შანსი თუ არსებობს, რადგან როგორც იცი ისლამს 170-ის ქამარიც უნდა. მე მას არ შევებრძოლებოდი. როგორც უკვე ვთქვი, მისი გუნდის მადლიერი ვარ. ბევრ რამეში დამეხმარდნენ და ამიტომ არ ვისურვებდი მასთან ჩხუბს. ძალიან დიდ პატივს ვცემ და მათი ერთგული ვარ. ხალხი უბრალოდ ოცნებობს, იმედი აქვთ, რომ მის ჩხუბს იხილავენ. ამისთვის სათანადო მიზეზს ეძებენ. მის დივიზიონში არიან ბიჭები, რომლებთანაც ჩხუბი შეიძლება. ჯასტინ გეიჯი მაგალითად. ბოლოს გაიმარჯვა. ბოლო 4 მატჩში 3-ჯერ გაიმარჯვა. ხალხი მის ჩხუბს აუცილებლად უყურებს. ისლამს მასთან ჯერ არ უჩხუბია. პედი პიმბლეტიც, რომელმაც მაიკ ჩენდლერი დამაჯერებლად დაამარცხა. პოპულარული მებრძოლია. მათი ორთაბრძოლაც კარგი იქნება. ჩარლზ ოლივეირა და არმანი რემაჩსელიან. ბევრი მებრძოლია. ილია თოფურიამ სანამ სატიტულო ბრძოლას მისცემენ, ჩემი აზრით ჯერ სხვასთან უნდა იჩხუბოს. ისლამისთვის მორიგ 145 წონიან მებრძოლისთვის შანსის მიცემა და ჩხუბი არ ღირს. ისლამის და ხაბიბის გუნდმა რაც არ უნდა გააკეთოს, ხალხი მაინც უკმაყოფილო იქნება და ჰეითერები სულ ეყოლებიან. მან ილია მაინც რომ დაამარცხოს, არავინ არ დაუფასებს, ამიტომ უმჯობესია ჯერ სხვასთან მოიპოვოს გამარჯვება და შემდეგ ეღირება მასთან დაპირისპირება. ხო, რა აზრის ხარ მასთან დაკავშირებით? თოფურიამ ჯოროგანთან თქვა, რომ ბრძოლას არ აპირებს. უბრალოდ ასე იჯდება და ადრე თუ გვიან ისლამს მოუწევს მასთან ჩხუბი. რა აზრის ხარ მის ასეთ დამოკიდებულებაზე, როცა ამბობს, რომ არ იჩხუბებს? სხვას არავის დაუპირისპირდება და არ აინტერესებს ვინ რას იტყვის. მხოლოდ ისლამს ელოდება.
ვფიქრობ ის უბრალოდ საკუთარი პერსონაჟის დემონსტრირებას ახდენს. მან ბევრს მიაღწია რა, ჩემპიონია. მან 2 საუკეთესო ქვემს უბუქწონოსანი დაამარცხა ზედიზედ, თუმცა დივიზიონი გასასუფთავებელი დატოვა. რაც ვოლკანოვსკიმ ქნა, ის არ გაუკეთებია, არ დაუმსახურებია 55-ის სატიტულო ბრძოლა. თუ ზემოწონაში ადიხარ, რადგან წონის კლება აღარ გინდა და ქამარს ვაკანტურს ხდი, მაშინ ერთხელ მაინც უნდა იჩხუბო. უნდა გვაჩვენო, რომ შენ მაგ დივიზიონს ეკუთვნი, რადგან ბოლოს როცა 55-ში იყავი, ჯაი ჰერბერტმა მოგაჯინა. ბოლოს როცა მოჭიდავე შეხვდი, ბრაის მიჩელმა ძირს დაგაგდო. ისლამი კი ზუსტად იგივეს იზამს. შენზე იდომინირებს, თუ ჰეთქი მოგარტყა, უბრალოდ დაგაძინებს, თუ მიწაზე გადაგიყვანა, მანდაც დაგაძინებს, დანებდები. ისედაც ყველა ფიქრობს, რომ ილიას დაამარცხებს, ამიტომ რა დუღირს ისლამს მასთან ჩხუბი. გასაგებია, ბელალ, უბრალოდ UFC 317 ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება, მაგრამ ხო, მესმის ისლამის. ალექს ვოლკანოვსკის ორჯერ შეხვდა, ასე რომ მესმის მისი, არა და ძალიან მაგარი ჩხუბი იქნებოდა. ისე რას ფიქრობ, ვინ მოიგებდა ისლამისა და ილიას დაპირისპირებაში? შენი აზრით, ილია ყველაზე ძლიერი მეტოქია მისთვის დივიზიონში? არა, ჩემი აზრით ის ილიას ალბათ მეორე რაუნდში დაამარცხებს. დივიზიონში სტილისტურად სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი აზრით ისლამი ყველაზე იდომინირებს ამ დივიზიონში. რა თქმა უნდა, ჯასტინს აქვს ნოკაუტის შანსი, მას აქვს სათანადო ძალა ამისთვის. არმანიც პირველი ორთაბრძოლა ძალიან მაგარი და ახლოს იყო. ტრამვა როცა მიიღო ბრძოლის წინაღამეს გატეხა, რადგან სატიტულო ბრძოლის შანსი რომ მიიღოს არავინ ეჩხუბება. ამ დივიზიონში ბევრია ისეთი, ვინც ამბობს, რომ სატიტულო შანსისთვის არავისთან აპირებს ჩხუბს. ჩარლზმა და არმანმა ასე თქვეს, ახლა თოფურიას დაემატა. UFC უნდა ჩაერთოს და თქვას, აი შენ მასე ჩხუბე, შენ კი ამას და ახლა მოკეტეთ. ვიცი რომ ქვეს საშუალო წონის დივიზიონში ბევრი ჩხუბი გიწევს. საშუალო წონის დივიზიონში დიდი სიამოვნებით გიხილავდი. საინტერესო იქნებოდა. აკვირდები ისი ამ ბოლო დროს რა ხდება საშუალო წონის დივიზიონში? დრიკუსი როგორც ჩანს ტრამვირებულია. ხამზატი შეიძლება სხვას დაუპირისპირდეს. ამ მოვლენებმა დამაფიქრა. ოდესმე თუ გიფიქრია ხამზატთან დაპირისპირებაზე, მაგალითად, როცა ის ჩემპიონი გახდება და შენ ზემოწონაში ახვალ. ჩემი აზრით ფანტასტიკური იქნება. დიახ, 100%-ით. ხამზატი 170-ში რომ იყო, მაშინ გამოვიწვიე. ამ ბრძოლის გამართვა ძალიან მინდოდა, ყოველთვის რთულ გამოწვევებს საუკეთესო ბრძოლებს ვეძებ. განსაკუთრებით ის, სტილისტურად ჩემი აზრით კარგად უდგები მისნაირ მოჩხუბარს. ჩემი აზრით, დრიკუს დუპლესის გადაულის და ჩემპიონი გახდება, როცა იჩხუბებენ. მისი დამარცხების გასაღები რა არის? იფიქრებდი ალბათ ამ დაპირისპირებაზე. ამის გასაკეთებლად აქვს სათანადო უნარები, არა? შეიძლება ბოლოსკენ ცოტა უჭირს ჩხუბი, მაგრამ პირველი 2 რაუნდი კარგად იწყებს, მერე ცოტა იღლება. ესაა მისი ნაკლი თავის სტილში ალბათ. მართალი ხარ, დასაწყის ძლიერად იწყებს და რაკეტასავით უტევს. ამიტომ ასეთ შტურმს თავიდან უნდა გაუძლო. ბევრს უჭირს გამკლავება, ზოგი საერთოდ ვერ უკაჩავს, რთულია. ჩემ შემთხვევაში მე მას ბოლო რაუნდებისკენ წავიყვან. შემდეგ ტემპს მოვუმატებ ამ ბოლო რაუნდებში, შევეცდები რომ დავღალო. და ვნახავთ როგორ იქნება მეოთხე მეხუთე რაუნდებში.